დღეს მაქვს ძალიან კარგი ვიდეო, იმიტომ რომ დღეს მაქვს აბა თუ გამოიცოთ რამდენი ამანათი? 9 ამანათი. 9 რატომ არ მკითხოთ, იმიტომ რომ ვიდეოს გადაღება დავიწყე, ერთი ცალი გავხსნა, თუმი არ ვიწერდი. ამის მოხსნა დამავიწყდა ობიექტივიდან. მაგრამ შემიძლია გაჩვენოთ რა ამოვიდა. იმ ამანათში რომელსაც ვხსნიდი, ამოვიდა პასტა. ესეთი კალამი, საწერი კალამი, მოდი ქართულად ვიმეთყველოთ, რომელი მხრიდანაც გინდათ იხსნება, იმიტომ რომ მაგნიტებისგან არის აწყობილი, ანუ სულ მაგნიტებია. ეს ყველა დეტალი მაგნიტია. ამას მოხსნი, ამასაც მოხსნი და რა ვიცი, თავიდან ბოლომდე მაგნიტებისგან შედგება. თუ გინდა რაღაც ნაწილები აქვს კიდე აქ, ბურთულები და რაღაცები, იმას ანაცვლებს შუაში, ზემოთ, ქვემოთ. მაგალითად ეს თავი შეგიძლია მოხსნათ და ბურთულა დავამაგოთ მაგის ნაცვლად. აი. და იქნება ბურთულა. Ну, სათამაშოა რა. ორიგინალური კალმის შუქება თუ გნებავთ ვინმესთვის, ეს ყველაზე კარგი საჩუქარია ჩემი აზრით. და ინსტრუქციაში კიდე შეხედეთ რამდენი ფუნქცია აქვს, რაღაცების აწყობა შეგიძლიათ, რაღაც კაცი, კაცუნა და ну, უამრავი რაღაც ფუნქცია აქვს, გაერთობით ერთი სიტყვით ძალიან. მაგრამ ვინ გაცალა, არ იწერდა თურმე კამერა, მაგრამ მაინც გაჩვენეთ და მაინც გავაკეთე. ეხლა დავიწყეთ ჩვენი 9 ამანათი, ჯერ განახებთ ვიზუალურად 9-ს. ну, კაი, არ განახებთ ძალიან ბევრია, 9 ცალია დაითვალეთ მე ვიდეოში თუ გნებავთ. დავიწყოთ ყველაზე დავიწყოთ უბრალოდ. არანაირი ყველაზე. დავიწყოთ. ეს არის oxygen sensori. აი ამის ყიდვაც მინდოდა და ეს თუ ის არის, რაც მგონია, ძალიან კაია. ეს არის სახში გაზიო გაგეპარება, რასაც მე ვფიქრობ თუ ეგ არის, სიგნალიზაციას ტეხავს, რა სიგნალს ტეხავს. და ძალიან მინდოდა ყოველთვის მეყიდა. მაგრამ ვიზუალზე თუ მივიჯერთ, მე მგონი ეგ არაა. არა. მე მგონი ეს მანქანის ნაწილია და ვაფშე შევწდი. ხო, ну, არ ვიცი. მანქანის ნაწილს გავს ძალიან, თუ არა. აი ეს არის სოდნეებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით. აი ესეთი რაღაცა არის, აი ახლოს მოვიტან და განახებთ. ესეთი ორი წყვილია უბრალოდ და მითხარით რა არის, რისთვის არის. ინსტალაციის ინსტრუქცია კი წერია, მაგრამ მანქანის არის, მანქანის გასაღები ახადია კი. ეს საბურავებში წნევის არის, თუ რა არის, ვერ გავიგე. საბურავებში წნევის იმას აფიქსირებს, მე მგონი, რამდენი აქვს წნევა. მანქანის სოდნეებო, BMW-შნიკებო, დამიწერეთ თქვენ უეჭველი ყველაფერი იცით ხოლმე და ამაზეც დამიწერეთ რა არის. კაია თუ ცუდია. მე კიდე მანამდე გადავხედავ, ეხა ამასო ჩავალაგებ რა ღირს. როცა არ იცი და ვერაფერში იყენებ, თავი ღირებულებაა ხოლმე, იმიტომ ეხა მე ამას ვერაფერში ვერ გამოვიყენებ, ზეგომ ჩემთვის ღირებულებაა თავი. ნახოთ რა არის და რა ღირს. 50 ზლოტი. ну, 50 ზლოტი კიდე მისაღები ფასია. კაი ფასია, კაი რაღაცა. კაი, შემდეგი გრძელი და უგრძესი ამანათი და რადევს რაღაცა. ვერ ვფიქრობ უკვე რადევს. ანუ ახლა ქეისია ხალხო. აი ხა ამაში რა შეიძლება იდოს, აი უცბად. სანამ გავხსნი, დამიწერეთ კომენტარში, აი მას შეიძლება რა შეიძლება იდოს. ძმენიკიანი ქეისია. საკმაოდ ცუბუქი. ოჯახის გაზრდება რო ფუნჯებიო. მე ვამბობ რომ თან რაღაც ეგვიპტური რაღაცები ხატია, ვერაფერს ვერ ვფიქრობ. სალამური? სალამურია ეს? ესე. ანუ ეს არის ხალხო. ეს რაღაცა ჩინური, ჩემთვის ყველა ესეთი ნაწილი ჩინურთან ასოცირდება, ჩინური რაღაცაა. ეს თავისი ჩასადები ნაჭერი მოყვება. არა. ой, მე ხედავ вообще გადის. ანუ ვერ ხვდები რა არის. მოიცადე? აშკარად დასაკრავი არაა. აი ვიცი, ვინც ამ კულტურას იცნობთ კარგად, სავარაუდოდ ჩინურს, დაწერეთ რა არის. მე რაღაც დასაკრავი ინსტრუმენტი მეგონა, მაგრამ რა გამობაზრდი, დასაკრავი ინსტრუმენტი აშკარად არ არის. რა შეიძლება იყოს ესეთ ლამაშე ფუთვაში, დაწერეთ კომენტარებში. ეს ჩვენაი რიგით ადამიანს არ ესოდნება, ალბათ მსგავსი კულტურით ვინც მოხიბლულია, იმას უფრო ესოდნება. ვაფშე აზრი მოვიდი რა არის. შემდეგი, ეს მძიმე არის ცოტათი და შეიძლება კაი რამე იყოს. მოდი დანით გავჭირათ ხოლმე, თორე თითი დავიზიანე. კაი. ამას ახატია 5-in-1, ანუ 5 ცალი ერთშიო და ვნახოთ ახლა რა 5 რა ერთშია. ახატია სავარცხელი, თმის ფენი და რაღაცეები და სავარაუდოდ რაღაცა მსგავსი ბიუთია. პატარა ხეთათმანები მოყვება. ეს თმის რაღაც წკაპები. ანუ ეს იმედია ის არ არის რაც მგონია, მაგრამ თავარი სად არის ამის, რაზეც ერთდება, რაშიც ერთდება. აი ეს. თმის დასახვევი, დასავარცხნი და ასე შემდეგ აპარატი არის, როგორც მივხვდი. აი ამაში ერთდება ყველა, აბსოლუტურად ესე. აი ესე ერთდება ამაში, ეს ერთავთ და ეს სავარაუდოდ თმას ეს ხელდება და თმას ახვევს ხუჭუჭად. მე ესე ვფიქრობ, ძალიან დიდი გამოცდილება არ გამაჩნია. მე ესე დააჭერთ. ეს ძურება და ესეთი მოყვება 1, 2, 3, 4, 5 ცალი თავი, რომელიც
სხვა რაღაცებს აკეთებს სავარაუდოდ. ერთი ცალი გავხსენი, მაგრამ სხვებს აღარ გავხსნი. ესე ვიზუალურად განახებთ, რომ ხო, თმის დასახვევებია სავარაუდოდ. რა ეს სავარცხელი მოყვება შიგნით და სხვადასხვა ფორმის ესენი რა, ესენი ცხელდება სავარაუდოდ. ცოტა სხვანაირი ფორმები ქონდა და თავიდან სხვა რაღაცა მეგონა და გადავიფიქრე. სალონის სასალონე რაღაცაა. ეხლა რამდენად კარგია, რამდენად ხარისხიანია ვერ გეტყვით, მაგას ეხლა ინტერნეტი გეტყვის. მოდი ინტერნეტში ვნახოთ რა ღირს ეხლა ეს ძვირფასი რაღაც. გადავიღოთ ფოტო. eBay-ზე ეს ღირს $24. აი, და განახებთ კიდევაც ხო. eBay-ზე $24. ეხლა ტემუზის ლინკებს არ აგდებს და ტემუზეც ალკე პერსონალურად ვერ მომზადე. შეიძლება ტემუზე უფრო იაფად იპოვოთ. არა უშავს $24 ყოლავაზე 3 ამანათის ფასია $24. აი, შემდეგი შედარებით გრძელი. აჰა. ეს არის ფარანია რიოს, ესე აწერია და ამხელა ფარანი თუ არის, ეხლა რომ დავანათო შეიძლება იქით კორპუსში. რა მაგარი რაღაცა მოვიდა ხალხო. ეს იცით რა არის? ეს არის ბომბა. ეს უკანისა აქვს შუშის სასამტვრევი. ნახეთ. შუშა რო ჩაამტვრიოთ. მაგას თავი პირველი ვარ შემოშნია. რაღაცნაირად იხსნება სავარაუდოდ. ელემენტები გამხელა მოყვა ნახეთ? აი. ეს ჭირდება? ელემენტი გამხელა მოყვას ნახეთ? შეხედეთ. გამხელა ელემენტი, ეს რამდენიანი არა წერია? 5000-იანი ელემენტია. ანუ ჩემ ტელეფონში ერთი წალი ერთ წელში ესეთი ელემენტი დევს და მოყვა 2 წალი. ანუ წარმოვიდგინეთ ახლა ამხელა ელემენტი რო ჭირდება ამას, იტანება კიდევაც აქ USB პორტი მოყვა და როგორ ინთება. ხალხო აი უკან მივინათებ. რომ ნახოთ რამდენად მაგარი შუქი აქვს. ხედავთ, რასაკაიფო შუქი აქვს. ამას ახლა ფუნქციებიც ექნება თავისი. ეს არის ყველაზე დიდი და ესე ვიწოვდება. აი ახლა ხელი გამიცხელდა უკვე. კაია რა, ძალიან მაგარია. რა ვიცი, სავარაუდოდ ახლა იაფი არ ეღება, იმიტომ რომ 10000-იანი ელემენტი ღირს ჯერ მარტო რამდენი. ზუსტად ესეთი არა, მაგრამ მსგავსი ღირს $36. ეს არ ვიცი. ეს იმას აქვს 6000-იანი ელემენტი და ამას 10000 აქვს ჯამში. ეს უფრო ძვირი ეღება რა. ძალიან კაი რაღაცა. შემდეგი ამანათი, ეს ძალიან მსუბუქია, სუპერ მსუბუქი ამანათია. სუპერ მსუბუქებში ნორმალური არაფერი არ დევს ხოლმე არაზერს. ეს არის ხერხემლის კორექტორი სავარაუდოდ. ეგრე აწერია და ვნახოთ ახლა როგორ აკორექტირებს ხერხემალს. ეს ისა ზოგზე რო იკეთებ, ეს ერთი ცალი წინა ვიდეოში სამომივიდა მე. ოღონდ ის XL-ი იყო და ორ ადამიანს ერთად არ მოგვერგოდა. ეს რა ზომაა, არ ვიცი, სადმე თუ აწერია. იგივე ვარიანტია რა. ხერხემალზე იკეთებ, გადაწკეცილი დადიხარ. ზომა არ აწერია. ქალის ხერხემალი ხატია, ქალის ხერხემალს გავს სავარაუდოდ. ფერის გოგოსია, გოგოჩკუგი და ქალისაა სავარაუდოდ ეს, იმიტომ რომ ესეთი ლამაზი ხერხემალი მე არ მაქვს. შემდეგი შეფუთვა, საკმაოდ მძიმე შეფუთვაა ეს. ძალიან მძიმეა და ვნახოთ ძალიან მძიმეებში ზოგჯერ გაგვიმართოს ხოლმე და კაი აღას დევს ხოლმე. აი ესეთ ყუთში როცა დევს, უნდა იყოს რაღაცა საშინელება, უნდა გული ამერიოს და უნდა ვიტირო მე მთელი დღე. ამ ყუთებში ნორმალური არაფერი არ ამოდის. ვაი. შეიძლება ხას. ვერ მივხვდი ეს რა არის. აი ესეთი რაღაც ამოვიდა ხალხნო, ესეთი და აი ესეთი და რავი, მე პედალს მომსგავსებ. კი არა და უფრო აი მანქანაზე რო ვადიხარ ან სადმე, იმის ფეხი დასადები. ეგეთ ან პედალია, ან რაღაცაზე ფეხი და პედალს ამდენი ის არა აქვს და აი ეგეთია 2 ცალია თან ამოსული რა. ძიმეებია საკმაოდ ხარისხიანებით ჩანს, ალბათ ეგ არის. ეგეთყვით. ხო გითხარით, ესეთ ყუთში ისეთი რაღაცა ამოდის, რომ ჩვეულებრივ ადამიანს არ დაგჭირდება. იმენა უნდა გინდოდეს ეგ რაღაცა, რომ დაგჭირდეს რა. შემდეგი შედარებით დიდი ყუთი. დიდი ყუთები მომწონს. საინტერესო რაღაცები ამოდის ხოლმე. აი ესეთი ყუთი არის და მოდი პირდაპირ ზედმეტი საკითხების გარეშე ეგრევე გავხსნათ და ვნახოთ რა დევს. ვაი მეს რა არის ხო. რაღაც დიდი შლანგები ამოვიდა. აი მე ამას ახლა ნუ გამახსნევინებთ, რაღაც დიდი შლანგები ამოვიდა. აი ეს დიდი შლანგი, აი ამითი. აი ესე. რაღაც ბაღის ინვენტარია სავარაუდოდ. მე არ გამომადგება არაფერში. ბაღი მე არ მაქვს, არაფერი მე არ მაქვს. შემდეგი ამანათი, ცოტა მოგრძო და ცოტა საინტერესო. ზაღლია ხატია ამასაც და რაღაც მე მგონი ბადეა, მე მგონი ზაღლი
სუგა როა გაგეპაროს. აი ესე ჯერ განახებთ კიდევ ას ვიზუალურად როგორ ახლა ხატია. სავარაუდოდ ეგ არის, უკანაც ხატია რომ ეგ არის კი. ხო. ბადეას რაღაც გასაჭიმი რომ სუგა არ გაგეპაროს კარებებს შორის ან სადმე რაღაც ადგილზე სადაც გინდა რომ არ შევიდეს. ცხოველების რაღაცებიც ამოდის. კაი რამეა, ვისაც ცხოველი ყავს, მსგავს გასაჭირშია, გამოაძგება და დღეისათვის ბოლო ამანათი მეგობრებო, მე-9 ამანათი. ოპა, ამაზე ვლაპარაკობდით ჩვენ რომ და კამათი ქონდა ოჯახში რომ მე ყიდვა მინდოდა და ვიღაცას ყიდვა არ უნდოდა. თავისი ფეხით მოვიდა ჩვენთან. თუ ეს არის, საკეტის გამოსვლა გვინდოდა სახში და ელექტროსაკეტზე ქონდა ლაპარაკი და თუ ეს არის, რაც მგონია რომ ეს არის, მე მგონი ელექტროსაკეტის დავიხტეთ, არა? აჰა. აი ესეთი რაღაცა. აი ესე გამოიყურება მეგობრებო. ნენელა ამოვიღები ხა ყველაფერს. აი ესეთი ხელები მეგოიდო, მაგრამ ელექტრო ეხატა და ელექტროს ვეღაფერს ვხედავ მე. აი თითის ანაბეჭდიც აქვს სავარაუდოდ. ეს ან ეს არის თითის ანაბეჭდი და ეს არის მეგონი სახესამოსნომი კამერა. ან რაღაც ეგეთი, იმიტომ რომ არასდროს არ იჯერება არაფერი. და ნუ აქ რაღაცები მოყვება, ნუ თავისი რაღაცები იქნება რა. უდული და რაღაცები. თავისი ბაღათების მოყვება, უკვე დაპროგრამებული სავარაუდოდ რომ გააღო. ბაღათი მოყვება, სავარაუდოდ ამ ბაღათით აღებ. 3 ცალი მოყვა. დაპროგრამება ალბათ ან ჭირდება და ან უკვე დაპროგრამებული მოყვება და მე გადაამრავლება, ვიცი, თავისი გასაღების მოყვა. საკმაოდ საინტერესო რაღაცაა და ეს არ მგონია არც უხარისხო იყოს და ეს არ მგონია არც იაფიანი რაიმე იყოს. ფასს ვნახავ ჯერ რა ღირს, იმიტომ რომ ეს საკმაოდ ძვირად ღირებული სიამონება უნდა იყოს, მე მგონია. ნახოთ აბა, უბრალოდ პოლონური საიტი ვევნახე, ვერც ამაზონი ვევნახე, რაღაც უცნაურ საიტზე მაგდებს. გადავიდეთ ამ უცნაურ საიტზე და ღირს $44. ნუ $44 საკმაოდ იაფი არის ესეთი რაღაცისთვის სახლი რო ანდო. ნუ მე ესე ვფიქრობ. $44 არ არის ცოტა თანხა. ნუ ის რა თქმა უნდა $44-იანი რაღაცა გამოგივა ძალიან კარგია. სულ ეს იყო მეგობრებო, იმედია მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, ვიდეოები დაიდება ხოლმე ყოველ კვირა. წარმატებები ყველას.